მოკლედ, შენ არც მოწამლული ხარ, არც ვირუსი გაქვს და საერთოდ მსგავსი არაფერი. სამაგიეროდ მაქვს ორი ამბავი. ერთი ის, რომ სასწრაფოდ უნდა დაანებო თავი ყველანაირ ნარკოტიკულ საშუალებას. რა ნარკოტიკები? ნინი, სისხლის ანალიზით ხომ ვიგეთეთ. პირველი რაც გითხარი, თავი უნდა დაანებო მაგას და მეორე. შენი მეუღლე სად არის? არ მყავს მეუღლე. პარტნიორი. რატომ აკითხებით? დაახლოებით 8 თვეში დედა გახდები. რა? ტესტები მაჩვენა რომ ფერმზე მეთხარ. გამარჯობა. როგორ არის საქმე? მდგომარეობა სტაბილურია. გუშინდელი ღამე იყო ყველაზე კრიზისული. საბედნიეროდ ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა. კონზე მოსულს როდის შეძლებს? მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ. რამე საშუალება არ არსებობს? ამ ეტაპზე ზედმეტი ჩარევისაგან თავი უნდა შევიკავოთ. ხო, მაგრამ როდემდე შეიძლება ესე გაგრძელდეს? ეს ინდივიდუალურია. შეიძლება დღესვე მოვიდეს გონ, შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს, შეიძლება ერთ კვირაზე მეტიც. კარგით. მადლობს. კარგად. რა თქმა უნდა. კარგად ბრძანებოდი. ნახვამდის. რა მოხდა? მე დამავალეს თლიანად. მართლა, ყოჩა? რა საქმეა? ყოჩა. რა? სადაზღვევში ყველა საქმე კონფიდენციალურია. აუ. არაფერი, ზავარია რა, უბედური შემთხვევა. ახლა პირველი საქმისთვის მეტი რა გინდა? არაფერი. იძახონ ახლა კიდე ბავშვია. ბლაში. ვიცი? აუ, ყოჩა. ესა ბავშვი დამჭა ბაღში და თუ მიკითხეს ნახევარ საათში მოვა. ისევ. ქიმიას ამბობს. არაფერი უნდა დაველოდოთ. შენი ბიჭები არიან, თვითონ შემოუშვეს ყველა და ჩახვიდე. აუ გავალცოთ ახლა. ნინი, როგორ ხარ? გაიგე საფასამბრობი. ხო. როგორ შემოგიშვეს? რა ვიცი, შემოგიშვეს. ой, ხა ველაპარაკე ექიმს და ხელოვნურს მქონზე. ისეთი ავარია იყო, რომ საერთოდ არ ვიცი როგორ გადარჩა. როდის მოხდა? გუშინ საღამოს. შენ როგორ ხარ, ხო კარგად არ ყვები? კი, სოფასთან ახლავად მოვედი. ვიცოდი რა იქნებოდი და აღარ დაგირეკა. კაი გახარ. ეს მარიკა, ეს ნინი, ჩემი ძმისშვილი. ეს იამონა. აი, წავედი მაშინ და შემოვლები მე იქით. კაი, მიდი და მადლობა მოხდა. ნახვამდის. რა ხელა გაზრდილა, ძალიან პატარა მახსოვს. ო, 19 სარეულო. და კაი გოგო გამختარა. გამიხარდა რომ მოვიდა. ჩემი ძმაც გარდაიცვალა ძალიან იშვიათად მახულობთ. დედამისის გამო. მახსოვს, ცოტა უცნაური ხალი იყო, ხო? ო, რაც რამე ქონდა ჩემს მას ყველაფერი გაყიდა. ცარიელი ბინა დარჩათ მარტო. ნინი მეცოდება თორე ერთი ბინის დედაც მოვტყვა. ალო. გამარჯობათ, ბატონ ლეონი ბრძანდებით? კი, მე. მე გიორგი ვარ სადაზღვევოდან, ავარიის თავაბაზე გირეკავთ. თქვენი მანქანა იყო, ხო? დიახ, ისმენთ. იცით რაღაც აბუთებია მოსაგვარებელი და როდის შეძლებთ რომ შევხვდეთ?
იცით, ეხლა ვერ გეტყვით ზუსტად და აი ცოტა ხანში რომ გადმოგირეკოთ. კარგი, დაველოდები მაშინ თქვენ ზარს. კარგით და სად არის მანქანა ეხლა? იქვეა სადაც ავარია მოხდა ავტოსადგომზე. ხო, მაგრამ მცხეთაში რა ავტოსადგომია? მცხეთა? კარგით, გადმოგირეკოთ ცოტა ხანში. დაგირეკოთ. გიორგი ვარ სადაზღვევოდან გელაპარაკეთ. ამ საბუძო უნდა მომიწეროთ ხელი. უჯერ გადახედეთ რა თქმა უნდა. მე ალბათ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა, რომ წავიდეთ ბარემ აეროპორტის ტრასაზე და ვნახოთ მანქანას სარალის შესაფასებლად. აეროპორტი? ო, იქვეა. მან რა უნდა მანქანას? ავარია ხო აეროპორტის ტრასაზე მოხდა და საჯარო სადგომიც იქვეა და ბარემ მან გადაიყვანეს. ავარია მცხეთის გზაზე არ მოხდა? არა. აეროპორტის ტრასაზე. როგორაა თქვენი მეუღლე? მძიმედ, ხელოვნურ სუნთქვაზე. ის მეორეც მძიმედ ალბათ. ვინ მეორე? აი ეს ვისთანაც იჯდა მანქანაში. მანქანაში კიდევ ვინმე იჯდა? ხო, რა ვიცი. პატრონის დასკვნაში წერილი. და სად არის მეორე? ემოს დაგიტოვებთ აქ და ბარემ ხელს მოვაწერთ და მანქანის სახელით რო წავალთ წამოიღეთ თუ შეწუხდებით. გირეკავდი და არიზებ, მოხდა რამე? ჰა? ფიზელი ხარ? კი, რა იყო? ექიმთან ვიყავ, იქიდან მოვდივარ. რა მე? ანალიზები გავიკეთე, არაფერი არ ჭირს. მოგითხარი მეც. გუგა. უძინეთო. მიხადავები? დაგიჟდი ხო? მოიცა უეჭველი? ხო. ხო არ შეეშალათ ან რაღაც სხვაგანაც რო წავიდეთ რა? უნდა შეშლოთ. არ მეგონა ესეთი რეაქცია თუ გექნება. არა, პროსტა მოულოდნელი იყო რა ესე მითხარი, რა. ჩემთვის გუგა რა ვქნათ? არ ვიცი.
აშვები შენ არ მოთხარ? მოვდივარ ხო რა. ჩალაგე რა დროზე გველოდებ. ხო მოვალ ერთი. მალე რა სირცხვილია ძლივწე სიერფულს გვიხდია. აი გამოვა. გველოდებ. მომისმინე გავალ რამ ერთი ნახევარი საათი და დაგირეკავ სახში იქნები? მე სახში ვიქნები. კაი გნახავ. არ გელოდებოდი აქ. აი მე კიდე გელოდებოდი. სალომე, ვინმე რო შემოსულიყო? და შემოვიდეს მე არაფერი მაქვს დასამალი. რამეჯერ გადავფრთხილე? ეს ამბავი რო გასხდეს, წარმოგიდგენია რა მოხდება? და ესე ძალიან გიყვარო რომ საკუთარ კარიერას ესკავ. ირიგა. სოფოს უფროსის ამბავი გაიგე? რა ამბავი? ეხლა ქონდეთ სოფოს თანამშრომლები შევხვდნენ, სოფოს ამბავი აინტერესებდათ. მე? ავარიის დროს სოფოსთან ერთად ეგეც მშდარა მანქანაში. სოფოს უფროსი? ხო, ნოდარი ქვია მგონი თუ რაღაც ეგეთი. ხო, სად არის ახლა? აქ მოიყვანეს ისიც. ოღონდ სხვა ბლოკში წევს. უგონოსთან არის თურმე ეგეც. და აეროპორტის გზაზე მოხდა ავარიაო. შენ გამახსოვდა რომ ცხეთაში იყვნენ. მეცებ რა მეგონა. დილით გითხრა რომ ცხეთაში მიდივარ ბანკეთზე ვარ. მე გავიგე რომ ავარია მოხდა აეროპორტის დროსაც. ეგეც არ უწოდეთ თუ ერთად იჯდნენ მანქანაში. თავის უფროსთან ერთად რა უნდა აეროპორტის ტრასაზე.